ლეიბორისტული პარტიის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა შრომის პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს ამ წუთებში ფილარმონიაში მიმართავენ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ვთავთ. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ამ დარბაზში ზის უკვე გამარჯვებული საქართველო. ორ დღეში ქვეყანას სამუდამოდ დაემშვიდობება ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი და ეს იქნება ახალი გზის დასაწყისი ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოსათვის. ჩვენი ხალხი მზად არის ელდოს ლეიბორისტულ პარტიას. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, თვითეულ ოჯახზე, თვითეულ პიროვნებაზე, მათ ბედნიერებაზე, მათ უსაფრთხოებაზე, მათ გამრავლებაზე და მათ სიხარულზე. ჩვენ არ მივეცემით თვითტკბობას და მადლობების გადახდა სიტყვიერად. ჩვენ ჩვენს მადლობას დავამტკიცებთ საქმით, კონკრეტული საქმით. ადამიანის ცხოვრება სამწუხაროდ ძალიან მცირეა იმისათვის, და ამიტომ ქვია წუთისოფელი, რომ უსასრულოდ 10, 20, 30 წელი ელოდოს სამუშაო ადგილს, პენსიას, ადამიანურ ხელფას, განათლების მიღებას, წამალს და ექიმს, ეკონომიკის აღორძინებას, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებას. ეს ხვალინდელი და ზეგინდელი საქმე არ არის, ეს დღევანდელი საქმეა, ეს დღესვე უნდა გაკეთდეს. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ივანიშვილმა სამარცხვინო უწოდა იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას და ჩვენი პარტიის არჩევას უწოდა სამარცხვინო ლაქა. მე არ მინდა მას დავემსგავსო შეფასებებში, მაგრამ მე შემიძლია განვაცხადო ერთი რამ, რომ მისი მმართველობა უკვე შესულია ისტორიაში შავ და სამარცხვინო ლაქად. და წინ უდგას მას პასუხისმგებლობის, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეტაპი, რომელიც რამდენიმე დღეში მის წინაშე რეალურ საფრთხედ ამოიმართება და ამისთვის მოემზადოს მე მას ურჩევ. და პირს უკან საუბარს, მაბადეთ ლანძღვაგინებას, ტელეკამერების უკან დამალვას, კულისებში ფარულად მოქმედებას, ბინძური ცილისწამებლური გაზეთების ბეჭდვა ჩვენს წინააღმდეგ, სადაც ჩამოთვლილია ყველა ცოდვა, მაჰათმა განდის მკვლელობიდან დაწყებული, არგენტინაში სახელმწიფო გადატრიალებით დამთავრებული. აი ამაში მილიონების ხარჯვას ჯობია ის დღეს 10 საათზე საღამოს მოვიდეს რუსთავი 2-ის პირდაპირ დებატებში და პირდაპირ დამელაპარაკოს თავის პრეტენზიებზე და მე ვეთქვი ჩვენს პრეტენზიებს და ხალხმა განსაჯოს. ვინ მართალია, ვინ მწვანეა. მაგრამ როგორც გავიგე, მართველი პარტია დღეს უარს აცხადებს მიიღოს
ტელედებატებში მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღიარეს წაგება და შეეგუნენ ამას. თქვენ გახსოვთ 70-იან წლებში, როდესაც ფიშერი ის გენიოსი მოჭადრაკე ამათგან განსხვავებით არ მივიდა კარპოვთან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჭადრაკის სათამაშოდ, კარპოვი გამოცხადა ავტომატურად ჩემპიონად და ფიშერმა დაკარგა ეს წოდება. არ მისვლა დებატზე, შეჯიბრზე ნიშნავს წაგებას, თამაშის არჩევნების პოლიტიკის. ჩვენ მეგობრებო, გვაქვს ძალიან ბევრი საქმეები. ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, როგორც საერთაშორისო, ასე საშინაო ფრონტზე. 15 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს ქვეყანას. აი იმას, რასაც გვაყვედვრიან, რომ ააშენეს გზები, რომ კურნალობის საკითხები გადაწყვიტეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მიდის მაღალ დონეზე და ეს მათი დამსახურება, სინამდვილეში ეს არის სწორედ იმ საგარეო ვალების დამსახურება, რომელსაც ასე მსუყეთ და მრავლად იღებენ და რომლის ნახევარი მიდის მათ ჯიბეებში. მე ვპირდები მათ, რომ იმ წაღებულს უკან მოიტანენ. ოქტომბრის არჩევნები არ გახლავთ ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ პარტიული კონკურენცია, პარტიული კინკლაობა და ახლა ცოტას ის აიღებს, ცოტაზე მეც ის აიღებს და ასე შემდეგ ყველა დარჩებათ მოყოფილი. 8 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავამთავროთ ოლიგარქიის 25 წლიანი ბატონობა ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობის 3%-ის ბატონობა 97%-ზე და დავიწყოთ ეროვნული დემოკრატიული ევროპული სოციალიზმის მშენებლობა. სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისუფალი განვითარების საშუალება, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაცული სამართლებრივად, პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად და სადაც პოლიტიკაში არ იქნებიან ბობოლა მილიონრები, დოლარის სტომრები, რომლებსაც ეგონებათ, რომ რახან ფულის შოვნა შეუძლიათ, ჩვენი მართვის მორალური უფლებაც აქვთ. არ არის ბატონებო ეს ასე და ეს რო ასე არ არის, ქართველი ხალხი დაგიმტკიცებს ძეგ შაბათს 8 ოქტომბერს. და სწორედ ამიტომ ჩვენი ლოზუნგი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ამ არჩევნებში მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთი მილიონერი არ იყოს პოლიტიკაში და ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება მეტი მდიდარი. ანუ ყველა მაკეთოს თავის საქმე. მე პურომ გამოაცხოს პური, პოლიტიკოსმა წარმართოს პოლიტიკა, დიდარმა შესაბამისად ბიზნესმენმა ხელი შეუწყობს სამუშაო ადგილების გამრავლებას, ფაბრიკა ქარხნების აშენებას, დოვლათის დაგროვებას, ბიუჯეტის შევსებას და კი ბატონო მიიღოს მოგება და ალალი იყოს ღმერთმა, როცა ამის შემდეგ ის მოგებას მიიღებს. ეს იყო პირდაპირ ჩართო ფილარმონიიდან, სადაც ლეიბორისტული პარტია შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს და